მოგესალმებით. მე სოფიო შეწირული ვარ, ინტერიერის დიზაინერი. პატივი მაქვს ვიყო კომპანია კრეადამოს გუნდის წევრი და ვიმუშაო სამზარეულოების დიზაინზე. ახლა ვიმყოფებით ძალიან საინტერესო ადგილას. ეს არის 23 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულებული პროექტი, სახელწოდებით ლატავრა. სამზარეულო არასტანდარტული დანიშნულებისაა. ის განთავსებულია მარანში და მისი გამოყენება პერიოდულია. სამზარეულო შექმნილია დიდი ოჯახისთვის, რომელსაც უყვარს დროის ერთად გატარება და განსაკუთრებულ დღეებში უმასპინძლდება სტუმრებს. დამკვეთის სურვილი იყო შეგვექმნა მაქსიმალურად თანამედროვე, ტევადი და ფუნქციური სამზარეულო. ფიქრობ, შედეგი, რომელიც მივიღეთ, მაქსიმალურად მიახლოვებულია თავდაპირველ ჩანაფიქრთან. ასეთი შედეგი მივიღეთ პრემიუმ მასალის გამოყენებით. კონკრეტულად კი სამზარეულოს კონსტრუქცია შესრულებულია ორი ტიპის მასალისგან. ზედა მოდულებში გამოყენებულია შეღებილი MDF-ი, ხოლო ქვემოთ ეგერის მასალა, რომელიც იმეორებს ხის ნატურალურ ფაქტურას. ფასადზე ფერადი MDF-ი გვაქვს, რომელზეც გადაკრულია კაკლის ხის ანათალი. ფერადი MDF-ი საშუალებას გვაძლევს ამოფრეზილი სახელურების შემთხვევაში მივიღოთ ესთეტიური შედეგი, მასალის შეღების გარეშე მხოლოდ ლაკირებით. გარდა ამისა, ნარჩუნდება მასალის ნატურალური იერსახე. კრეადამოს პროექტებში ხშირად ვიყენებ ფერად MDF-ს, რომელიც როგორც ხედავთ, სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. ზედაპირი შესრულებულია 12 მმ-იანი სისქის კომპაქტ ლამინატით. წარმოებელი კომპანია Smart. კომპაქტ ლამინატის ბორტები 45 გრადუსზეა მოჭრილი და დამუშავებული, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო თხელი და მსუბუქი ზედაპირი მივიღოთ. ზედაპირი განთავსებულია იატაკიდან 95 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ხოლო სიღრმე 60 სანტიმეტრი აქვს. სამზარეულო ლატავრა შედგება 3 ზონისგან: მომზადების ზონა, სამუშაო ზონა და შენახვის ზონა. შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი ზონა, იგივე მომზადების ზონა, შედგება რამოდენიმე მოდულისგან. მარცხენა მხარეს ზედაპირზე გვაქვს ფულგორ მილანოს კომპაქტური ინდუქციური ქურა, ხოლო მის ქვეშ განთავსებულია გამოსაგორებელი სათავსოების პირველი მოდული, სადაც ყველა ფასადის განი 90 სანტიმეტრია. ქვედა სათავსო შედარებით დიდი ზომის არის და იტევს მსხვილ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ხოლო ზედა ორი გამოსაგორებელი უჯრა შედარებით მცირე ნივთებზეა გათვლილი, მაგალითად დანაჩანგალი, ჩამჩაჩაი, სტილოები და სხვა. სამივე სათავსოში გამოყენებული გვაქვს ბლუმის მიმმართველი მექანიზმი ტანდემი, რომელიც გათვლილია 30 კილოიან დაკვირთვაზე და გვაძლევს საშუალებას უჯრა გამოვაგოროთ 100%-ით. ასეთი სრული გაღება გვეხმარება სრულფასოვნად დავინახოთ ჩვენს მიერ შენახული ნივთები. გადავინაცვლოთ მეორე მოდულზე. ზედაპირზე გვაქვს პრემიუმ ბრენდის არტინოქსის ნიჟარა, ზომით 54-24 სანტიმეტრზე, ხოლო ონკანი არის ნობილი. მოდელი შესაძლებლობას გვაძლევს მარტივად მოვრეცხოთ ნიჟარა. ქვედა ნაწილში გვაქვს სათავსო ფასადის ზომით 60 სანტიმეტრი, სადაც სარეცხ საშუალებებს ვინახავთ. ვინაიდან როგორც ხედავთ, აქვე გვერდზე მესამე მოდულში გვაქვს ფულგორ მილანოს 12 პერსონაჟზე გათვლილი ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხის მანქანა. პირველ ზონას მეორე ზონასთან აკავშირებს ვიტრინა. მისი სიმაღლე 2 მეტრია, ხოლო სიგანე 45 სანტიმეტრი. როგორც ხედავთ, ვიტრინაში ჩასმულია მთლიანი მინა, რასაც დღეს ბევრი სახელოსნო უარს ამბობს. ამ სიმაღლის მინის ვიტრინის დამზადებას სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენება და ცოდნა სჭირდება. ჩვენ კრეადამო ვამზადებთ ვიტრინებს ერთიანი მინით, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შესაძლებელია იყოს 2,5 მეტრი. ამ შემთხვევაში ვიტრინის უკან გვქონდა კოლონა, რომელიც ერთის მხრივ დაიფარა, ხოლო მეორეს მხრივ მივიღეთ 40 სანტიმეტრიანი სიღრმის ვიტრინა, სადაც ინახება ჭიქები და ბარის სხვა აქსესუარები. მეორე ზონა, იგივე სამუშაო ზონა წარმოდგენილია საინტერესო გადაწყვეტილებებით. როგორც ხედავთ, ზედა ნაწილი შესრულებულია შავ ფერში.
ზემოთ გვაქვს ღია თაროები განათებით, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ ნებისმიერი დეკორაცია. ამ ზედაპირზე მუშაობა არის ძალიან კომფორტული. ვინაიდან უკან გვაქვს დამალული სათავსო სივრცე და მასში შენახულ ნივთებზე წვდომა შესაძლებელია ზედმეტი მოძრაობის გარეშე. მას მერე, რაც დავასრულებთ საქმიანობას, შეგვიძლია დავხუროთ სათავსოების მოდული სრულად ან ნაწილობრივ. ასაწევი ფასადის ზომებია 270-60 სმ-ზე. სამუშაო ზონის ქვედა ნაწილში, მარცხენა და მარჯვენა მხარეს, გვაქვს ერთმანეთის იდენტური მოდულები. ფასადით განში 45 სმ. სხვათა შორის, მთელს პროექტში გამოყენებული გვაქვს ბლუმის ანჯამები. ქვედა მოდულების შუაში გვაქვს საინტერესო გადაწყვეტილება. ეს არის სათავსო, ფასადით განში 90 სმ, რომელიც იღება ჰორიზონტალურად, მისი გაგორების ხარჯზე. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სალიჩეს სასრიალო სისტემა S20. სწორედ ამ მოდულის ქვეშ, სამზარეულოს ბაზაში, ზომით 12 სმ, ჩაშენებულია ნარჩენების ტვერსასრუტი, რომლის გათვალისწინება შესაძლებელია საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარების საწყის ეტაპებზე. მესამე ზონა, იგივე შენახვის ზონა. აქ განთავსებულია ბუფეტი ზომით 180 სმ განში. აქაც გამოყენებულია სალიჩეს სასრიალო სისტემა S20, თუმცა ამჯერად მექანიზმი დენზეა და მისი მართვა დისტანციური პულტით არის შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ დავზოგეთ ადგილი და დერეფანში მოძრაობა თავისუფალი იქნება. ბუფეტს ზედაპირიდან 17 სმ-ის სიმაღლეზე აქვს თარო დასქელებით, რომელზეც გადაკრულია კომპაქტ ლამინატი. ასეთი ფორმები მიღწეული იქნა თაროს ყველა მხრიდან 45 გრადუსით დამუშავებით. მე როგორც კრიადამოს გუნდის წევრს, შექმნის ენერგია მომზრავებს. მზად ვარ ჩემი ენერგია მომმართო ახალი, საინტერესო და გამორჩეული სამზარეულოების დიზაინების შექმნაზე. კრიადამო მზად არის და გიმზადოთ ისეთი სამზარეულო, როგორიც გინდათ, ისეთი ხარისხით, როგორიც გჭირდებათ.